მოგესალმებით ბატონებო, მეცნიერთა კონგრესის დროში ვართ, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას. ეს გადაცემას წაუძღვებით ორი, მე ბესიკ ბოგველი, მეცნიერთა კონგრესის სპიკერი, ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ბატონი ნიკოლოზ მებაღიშვილი, იურისტი, პოეტი, ძალიან საინტერესო პიროვნება. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეის გარშემო, შესაბამის მეცნიერთა კონგრესის მუშაობაზე და შევეცდებით საინტერესო გავხატოთ ეს შეხვედრა. ზოგადად შეიძლება დავიწყოთ აქედან, რომ მას შემდეგ რაც ქართულმა სახელმწიფომ დაკარგა თვითმართვის თვითმაორგანიზებელი სისტემა, ეს სამეფო ინსტიტუტი, ჩვენ ეს რაღაც საშინელ დღეში ვართ, არ შეგვიძლია ორგანიზება შესაბამისი ხალხის იმ უნიკალური სამეცნიერო ფონდის გინდათ გამოჩენილი ადამიანების, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ და რაღაც პატარა ამბიციების რაღაცების გამო არ მოხდა ერთიანი სამეცნიერო, გინდათ პოლიტიკური გუნდის შექმნა. ეს პოლიტიკური პარტიები ყალიბდება გარე პოლიტიკური ვექტორებისგან, ხან ევროპის, ამერიკის და სხვადასხვა ინტერესების განხორციელებელია ეს პოლიტიკური ჯგუფები და შესაბამისად თუ ადამიანს სხვა მიზანი აქვს და მაინდამაინც ამათ იდეას არ ემთხვევა, ისინი ამ გუნდის გარეთ ხვდებიან და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთმანეთს აბრალებენ, რა სულ ხან აგენტებად იხსენებენ, ეს რუსეთის აგენტობა ხო ვეღარ მოიშალა რა, დაწყებული რომ აი კომუნიზმი და რუსეთის აგენტობა და რაღაცა საშინელებები ხდება. ხო, ამიტომ მეცნიერთა კონგრესს აქვს სწორი ხედვა, ხალხმა უნდა დაასახელოს ის ადამიანები, რომელმაც თავი ისახელეს არა იმით, რომ ერთი პარტიის განადგურების და მეორე პარტიის ფაშისტკურით არიან დაკავებული, ხო, არამედ ეროვნული საქმით, ქართული ხალხის ფიქრით არიან დაკავებული და თავიანთ სფეროში არიან წარმატებული, ხო, ეხლა ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამეცნიერო ინსტიტუტები, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელიც გაუკლავდებიან ძალიან დიდ გამოწვევებს. აქ არ არის პატარა გამოწვევები, აქ ძალიან დიდი გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზეა საუბარი, როდესაც ამერიკა ცდილობს კანადასთან, გრენლანდიასთან ერთად კონტინენტური გაერთიანებები მიდის. იქით ცალკე არაბული სამყაროა გაერთიანებული, ცალკე აგენ ჩინეთი, კორეა, იაპონია ერთიან ეკონომიურ კავშირებზე საუბრობს და ჩვენ ვნახეთ სადღაც ერთი თვის უკან იაპონიამ პირველი დიდი სატრანზიტო გადაზიდვა მოახდინა ევროპაში, ხო? ეს ცენტრალური აზია ერთიანდება, ყაზახისტანი და მთელი სისტემები, ხო? ხო, აქ ესე მდგომარეობაში ჩვენ თუ არ მოახდინეთ ძლიერი სამეცნიერო და სრულყოფილი პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, რომელიც არა რაღაც პოლიტიკური ამბიციებით იქნება დაკავებული, არამედ სახელმწიფოზე ორიენტაციაზე იქნება, ჩვენ ვერ შევძლებთ. ეს დერეფანი უკვე გახსნილია, ეხლა გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ არავის შეგვიკითხა, ბუნებრივად აღსდგა ეს დერეფანი, რომელიც როგორც კაპიტალია, ასევე საშინელებაც არის, ხო? თუ არასწორად ვიმოქმედეთ და არ გავიღვიძეთ, აქედან არაფერი დარჩება. ნუ ამ მოცემულობაში, როგორც ხედავთ, დაკავებულია ერთი და მეორე პარტია იმით, რომ ერთმანეთის განადგურებით და გონია, რომ ყველა სწორად მიდის, თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცეთ სერიოზულ რეფორმას ეკონომიკის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ეკოლოგიის მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით, საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. ხო, აქედან გამომდინარე, სწორედ მეცნიერთა კონგრესი იყო ის ძალა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არც ერთ ხარეს არ ვიჭერთ, ჩვენ ვიწერთ საქართველოს ხარეთ, კონკრეტულად იმ ამოცანების გადასაჭრელად არის ჩვენი გუნდი მიმართული და დიდი ფონდია საქართველოს, ბატონ ნიკოლოზ, ცნობილი ღვაწლმოსილი ადამიანების, მუშა ადამიანების, რომელსაც პოლიტიკაში არ იყენებენ იქით, აქედან, ამიტომ ჩვენ ვიძახით ამ ადამიანებს, მზად ვართ ეს ადამიანები ჩავაყენოთ ერთად, ვიღუწოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის, ხო? აქ წარმოდგენილია როგორც იცით სიები, რომელიც ხალხმა დაასახელა, ეს არ მოხდა ისე რომ თქვა რაღაცა პოლიტიკური ნიშნის, სხვა პოლიტიკური ნიშნით არ არის ადამიანები დასახელებული ამ ეროვნული თანხმობის პარლამენტში, დასახელებულია პროფესიონალის მიხედვით და წლების მიხედვით ამ ხალხმა მუდმივად რაღაც ეს თქვა თავისი ნიშა დაიჭირეს
და საქმის ხალხმა დაინახა, ხო? აი ეგ წამოსახული ახლა 50 სია, აფციაური ამირანი, აფციაური იგორი, ნუ ვაგე მე ჩემი ყვარეს. მადლობა. ასევე მინდა ბატონ ნიკოლოსაც მივლოცო, ისიც სიაშია. გალეგაშვილი, დავითი, გახოკიძე, გიორხელიძე, დემური, დვალიგია, დიხამინჯია, ვასაძე, ლევანი, ვეფხვაძე. ანუ ეს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, ძველი პარლამენტარიც და ფაქტიურად იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც იქნება არა რაღაცა ორიენტირებული და ერთმანეთის არამედ საქმეზე ორიენტირებული. საქმე უნდა გაერთიანოს და ამის მიზანი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას თვითმართვადი, თვითგანვითარებული სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობაზე. იგივე სამეცნიერო ინსტიტუტების მშენებლობაზე. ჩვენ უნდა გვყავდეს ნებისმიერ დარგში სპეციალისტი და ამისთვის სულ არ არის საჭირო მწვანე იყოს თუ თქვა ოცნების მომხრე იყოს თუ ნაცმოძრაობის და რუსული ორიენტაციის თუ ევროპის მთავარია საქმე იცოდეს. კონკრეტული საქმე შეასრულოს. აქედან ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რომ 1900 იცით რომ 91 წელს 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფერენდუმი იყო ქართულმა ხალხმა ხმამისა დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე 31 მარტს იდეა ჰქონდა, რომ შეკრებილიყავით ილია ჭავჭავაძის სხვადასხვა პარტიებს მოუწოდეთ, თუმცა მათ რატომღაც აირჩიეს ისევ რაღაც არა ერთად დაждდომა და საკითხების განხილვა, არამედ აქციები და ისევ ხალხის მოყვანა და რაღაც ემოციურ სხვათა შორის ეს ემოციური ძალიან კარგად გამოდის, იმიტომ რომ ჩვენი მითოლოგია ამირანი სწორედ ამაზეა, რომ ემოციაში კარგავს რაციონალიზმი და ეს არის ცუდი ჩვენთვის, რომ ჩვენ პირიქით რაციონალიზმი გვჭირდება და არა ემოციების გადატანა და ერთმანეთის ასე თქვა დაპირისპირება, ხო? სამწუხაროდ პარტიებმა უარი თქვეს, ჩვენ მაინც შევიკრიბებით 31 მარტს ილია ჭავჭავაძის საღმუზეუმში და იქ შესაბამისად კიდე ჩამოვაყალიბებთ ჩვენ კონცეფციას და 26 მაისს აი წარმოდგენილი პიროვნებები ერთად შევიკრიბებით და უკვე ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა შევა ძალაში და ეს ძალიან ასე თქვა საფრთხე იქნება. მე ვფიქრობ ოპოზიცია და მართული პარტიისთვის, თუმცა ნორმალური საღადმოაზროვნე ადამიანებისთვის პირიქით. კარგია, ხო? აი ბალტონ ბიძინამ თქვა, რომ რომ გავანადგურებ ამ ოპოზიციას, მე ნამდვილად გამოჩნდება. შუა უნდა გაიკრიბოს. ხო, შუა უნდა გაიკრიბოს. ეს ნამდვილად ის ძალა, რომელიც არც ეთის მიმართ არ არის განწყობილია საქმის მიმართ. მე ვფიქრობ ეს პროდუქტიული იქნება და ჩვენ რეალურად შევძლებთ საკმაოდ კარგი იდეის ბოლო ეს სხვათა შორის ხალხის იდეაა, რომ ქვეყანას ყავდეს ხალხის მიერ მოწონებული უკვე კარგად გამოცდილი ხალხი. მე და თქვენი შეხედვა დიდი მადლობა შემივცოთ ის რაც არ ვთქვი. დიდი მადლობა მივესალმებით ტელემეყურებელს. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეცნიერთა კონგრესის აი კონკრეტულ თქვათ გეგმებზე, რომელიც მას აქვს. ჩვენ როგორც ბატონო ბესიკმა აღნიშნა 31 მარტს გავმართავთ დიდ შეკრებას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და იქიდან მიმართავთ სრულიად საქართველოს ჩვენ კონკრეტულ გეგმებთან მიმართებაში თუ რა ნაბიჯებს აპირებს რომ გადადგას მეცნიერთა კონგრესი. აქ წარმოდგენილია ადამიანები, რომლებიც არიან მართლაც ღვაწლმოსილი ადამიანები პირდაპირ მნიშვნელობით, რომლებმაც თავიანთი საქმით, თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ არიან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობის სამსახურში, მაგრამ დრომ და შესაბამისმა პოლიტიკურმა ვითარებებმა ისინი გარიყა და ჩვენი აი მეცნიერთა კონგრესის მიზანი სწორედ ის არის, კონსოლიდაცია მოახდინოს, კონსოლიდირება მოახდინოს სწორედ ესეთი ადამიანებისა. ჯანსაღი იდეის გარშემო ჩვენ ყველა უნდა შევიკრიბოთ. მეცნიერთა კონგრესი არის აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებული
მოქალაქისთვის, ყველა საქართველოს მოყვარულისთვის ეს არ არის რაღაცა ჩაკეტილი ორგანიზაცია, რომელიც რაღაცნაირად დაბლოკავს გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენ არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვეპატიჟებით ჩვენს დიად ორგანიზაციაში, არამედ თვით პოლიტიკურ პარტიებშიც კი გქონდა ჩვენი ასე ვთქვათ წარმომადგენლები გაგზავნილები, რომლებიც მათ შესათავაზეს მას, რომ მიიღოთ აი ამ საქვეყნო საქმეში მონაწილეობა და მათგან ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გამოხმაურება არ არის. ეს ბუნებრივია, ისინი ჩვენ აღვიქვავენ კონკურენტებად და ჩვენ არავის კონკურენტი არა ვართ, ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ. ეს არის მთავარი. ეს არის საზოგადოებრივი გაერთიანება, პოლიტიკურ პარტიის ფორმირებაც არა აქვს. ეს არის საზოგადოებრივი გაერთიანება და ჩვენი მიზანი, მეცნიერთა კონგრესის მიზანი არის შემდეგი, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პარლამენტში იყოს სახალხო წარმომადგენლობა რეალურად, ვისაც ხალხი ემდობა, ვისაც ხალხი უდასტურებს თავის, ასე ვთქვათ, ხმას და თავის ნდობას და ვისაც აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, სწორედ ისინი იყვნენ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. აქ შეარგაისმის ასე ვთქვათ, მოსაზრებები მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რომელიმე თქვათ პარტიის წევრი ან რომელიმე საზოგადოების წარმომადგენელი იყოს მიუღებელი რომელიმე ადამიანისთვის და ეს იქნებოდა რაღაცა წინააღმდეგობა, მაგრამ ესე არ არის. დემოკრატიის პრინციპი, მეგობრებო, არის შემდეგი. როდესაც მაგალითად 1000 მოქალაქეს ან 500 მოქალაქეს ეყოლება ერთი წარმომადგენელი, რომელიც გააჟღერებს თავის ხმას პარლამენტში. ასევე მეორე თქვათ ჯგუფს შეიძლება ყავდეს სხვა წარმომადგენელი და ასე შემდეგ და ესე ხდება სახალხო პარლამენტის შექმნა. არ შეიძლება ყველანი ვიყოთ ერთ აზრზე, ეს გამორიცხული არის. ყველანი ვერ შევჯერდებით, ასე ვთქვათ, ერთ პრინციპზე. მაგრამ ჩვენ უნდა შევჯერდეს მთავარზე, რომ საქართველო უნდა იყოს და შედგეს როგორც დემოკრატია. და 30 წლის განმავლობაში ეს სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით. ან იყო მოგეხსენებათ 90-იანი წლების კატაკლიზმები, აგერ ახლა 9 აპრილი ახლოვდება, მოგეხსენებათ რომ ის უღირსეულესი წარმომადგენლები ჩვენი, რომელიც 9 აპრილში იღებდნენ მონაწილეობას, რისთვის იბრძოდნენ ისინი? საქართველოს დამოუკიდებლობის ერთის მხრივ და საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ანუ რომ შემდგარიყო როგორც ესეთი განვითარებული ევროპული ტიპის აბსოლუტურად თავისუფალი სახელმწიფო და დღეს ჩვენ ეს მოცემულობა არ აქვს. თითქოს დაქსაქსულია საზოგადოებრივი აზრი. ან რაღაცნაირად არის საჭიროება მოითხოვს, რომ მოხდეს კონსოლიდირება ყველა აი ამ დაქსაქსული თქვათ პოზიციონერებისა, დაქსაქსული აზრისა, რომელიც და ერთ აკუმულირება მოხდეს აი ამ საზოგადოებაში. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ჩვენ არავის კონკურენტები არა ვართ, ჩვენ არავის წინააღმდეგნი არა ვართ, ჩვენ ვართ საქართველოს მხარეს, ჩვენ ვართ საქართველოს სამსახურში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ძალა, რომელსაც რეალურად ანავრებს საქართველოს პრობლემები, რომელსაც რეალურად უნდა რომ საქართველო იქცეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ჩვენ ვერანაირ ეკონომიკას, ვერანაირ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კლასს ვერ შევქმნით, თუ აი ამ პრინციპებით არ იზრუნა საზოგადოებამ. ანუ დემოკრატია ვერც თვითმმართველობა, აგერ ახლა თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, ვერც თვითმმართველობა ვერ იქნება რეალურად ეფექტური, უნარიანი და ქმედუნარიანი, ვერც პარლამენტი ვერ იქნება. აი დღეს როგორი მდგომარეობაა პარლამენტში, ხო? არის ერთი პარტია წარმოდგენილი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტია და ის მართავს თავისი ნებასურვილით ქვეყანას. ანუ პრაქტიკულად დაახლოებით 60-70% არის პარლამენტის წარმომადგენლების გარეშე დარჩენილი. პარლამენტში 60-70% საქართველოს მოსახლეობის არ ყავს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ირღვევა ეს ბალანსი, როგორც ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანო, ყველაზე მთავარი ორგანოა პარლამენტი, რომელშიც არ აყავს საქართველოს მოსახლეობას წარმომადგენლები. კრებიტობა. რა თქმა უნდა, არ არის საერთოდ. ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც არის პირდაპირ შემსრულებელი, ასე ვთქვათ, ამ ერთპარტიული ნებისა,
რა და აღმასრულებელი ორგანოა და სასამართლო საერთოდ ასე ვთქვათ არის დაქვემდებარებული აი ამ პოლიტიკური ნების ქვეშ. ხო, მოდი ასე ვთქვათ სასამართლოს რეფორმაზე მე მგონი ბატონობაში ცალკე ჯობია გავაკეთოთ გადაცემა და აქ ჩვენ შენიშნებს ზოგადად ვისაუბრებთ. დიახ და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა მივყვეთ ნაბიჯ როგორც იტყვიან რომ ჯერ უნდა ფორმირდეს ეს ორგანიზაცია ჯერ უნდა ჩვენ წარმოგიდგინოთ ის ადამიანები რომლებიც ამ საზოგადოებაში იქნებიან წარმოუდგენლი რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას რომ ასე ვთქვათ ეს დემოკრატიული ინსტიტუტი შეიქმნას როგორც პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბებას უწყობს ეს ორგანიზაცია ხელს დღეს ხომ პოლიტიკა აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილია დღეს არის როგორი სიტუაცია ერთი-ორი სიტყვით ამაზე შეიძლება ვისაუბროთ ხო რომ ანუ მტრები არიან ერთმანეთის პოლიტიკური პარტიები არა საქართველოს მსახურები არიან არამედ ერთმანეთის ჯინაზე არის ახლა 31 მარტზე მაგალითად დაიგეგმა აქცია ეს 31 მარტს აქცია დაგეგმილია არა საქართველოს დემოკრატიზაციისთვის და უფრო მეტი ასე ვთქვათ წესრიგისთვის ამ მიმართულებით არამედ მმართველი პარტიის წინააღმდეგ და რა შედეგი იქნება აი რას უნდა მოველოდოთ აი რაც 30 წლის განმავლობაში არის შედეგი აი შედეგი იქნება 31 მარტს იქ ჩატარებული ჩვენი ამ მოჯადოებული წრიდან რომელიც არის რაღაცნაირად სწორედ ამას ემსახურება ეს კონგრესი აი ამაზე მინდა ბატონ ნიკოლოზ ეს მოჯადოებული წრი საიდან შეიქმნა ხო შეიქმნა იქიდან რომ როდესაც კომუნისტები მოდიან, ისინი იწყებენ განადგურებას სხვა პარტიების, შეიერთეს, მაგალითად სოციალ-ფედერალისტები შეიერთეს, EDP დაშალეს. იქ ვინც იყო სხვადასხვა მუსულმანებს ჰქონდათ წარმოადგენლები, სომხებს ჰქონდათ. ანუ ეს იყო მთლიანად ესეთი ერთიანი სისტემა და შემდგომ 91 წელს გამსახურდია ბატონი ზვიადი, როდესაც მოდის ის ერთიან არჩევნებს აკეთებს. თუმცა შემდგომ მოხდა გაუქმება კომუნისტური პარტიის. ხო, ძალიან ბევრი ადამიანები იყვნენ. თვითონ კომუნისტურმა პარტიამ გამოაცხადა, რომ ოკუპირებულია, ხო? ხო, თუმცა ამის და მიუხედავად მოხდა კომუნისტური პარტიის პარლამენტიდან გასვლა, იგივე განადგურების თემა და აი ჩვენ ეს ვეღარ გადავხლახეთ ხო მაშინ როდესაც პატრიარქი იძახდა რომ 9 აპრილს ჩვენ შევიკრიბეთ ერთიანი ვიყავით დავჯდეთ და ნაბიჯები გადავდგა არ გვინდა ეს ემოციები დავგეგმოთ და იქ თუ გაყვებოდა ის ეროვნული ძალები დაიწყებდნენ მსჯელობას ვინ იქნება მინისტრი ვინ იქნება რა უხშველო დამდარც როგორ მოვახთ ანუ ესეთი მსჯელობა ეს სწორედ ეს ემოცია ძალიან საფრთხე რომელიც მითოლოგიაში გვაქვს რომ ამირანს გადაულის რაციონალური აზროვნება არ აქვს ამირანს ბოლო კანკარა დააждდება და თავის თავს იჯაჭვებს და რაღაც ჩვენ თვითონ ეს ემოცია გყუპავს და ეს ძალიან კარგად იციან უშიშროება ამას ნებისმიერი ქვეყნის და აი მართავენ გაგიჟებას არაფერი არ უნდა შეუძლია დაამკვრივოს აი მართავენ თუ რა ფსიქოლოგიური ზანდებია გვაქვს ეგეთი რაღაც მომენტში რომ მოგვეშლება ნერვები შეუძლია აწყობილი უცებ დავშალოთ ეს გვაქვს სამწუხაროდ გვაქვს ეს გჭირდება აქ ჩვენ რაციონალური კრიტიკული აზროვნება ხო შემდეგ გამსახურდი ბატონ ზვიად ისევ ის მერე ოპოზიციაში ჩაუდგნენ ეს და დაიწყეს ისევ ის ბრძოლა ხო მერე იცით ისევ ეს მისი მოყვანილი სააკაშვილი რომელიც ბატონ მიხელი რომელიც შეუარდნაძეს უახლოესი ადამიანი იყო ხო მოქალაქეთა კავშირში იმან ისევ გადააყირა და ეს კომუნისტურ პარტიაში ეს გადაყირავების თემა სულ ვიცით რომ იყო ხო ეს გადააყირავა ისევ დაპირისპირება ანუ ჩვენ აი რომ ბძანეთ ბატონ ნიკოლოზ მოჯადოებული წრეს ვერ ვახწევთ ხო იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებული საქმის მიხედვით მაგალითად შევეჯიბროთ ფიზიკის ინსტიტუტში ვინ არის მაგარი ფიზიკოსი ვინ გააკეთებს ფიზიკის მაგარ ინსტიტუტს აქ იყო შეჯიბრი მაგალითად ეკონომიკის მიმართულებით განათლების მინისტრების ვინ იქნება მაგალი მინისტრი აი წარმოადგინო ოპოზიციურ პარტიებმა და მაგარი მინისტრი განათლების და დავტესტოთ ჩვენ ხო ჩვენ ხო ესეთ რაღაცას არ გვაძლევენ ამის უფლებას ამერიკაში რომ პრეზიდენტი იტესტება ისინჯება ხო წლები მიდის მისი უნარების გასინჯვა ხო იქ ჯერ შიგნით პარტიული ბრძოლა ხა აქ რო არსად პარტიული ბრძოლა არის და
შორს ვართ ევროპასთან ყველა პარტიის ხელმძღვანელი რავი წლებით არიან შიგ და ისინი განაგებენ არ ხდება შიგნით ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზაციული სტრუქტურული არ ხდება ხო და მე რას ვიღებ ჯანსაღი პოლემიკა ხო შეიძლება რაღაცნაირად წარიმართოს აგი შეხედეთ ამერიკის ორი პრეზიდენტი მსჯელობს ერთმანეთს ეკამათებიან პროპაგანდისტული რაღაცებია ხარვეზებს უყრიან სულ ყველა ხარვეზი იწევა თუ რამე ამ ადამიანს ის არის ხო რაც გაუტარე ადამიანებმა უნდა იცოდნენ რა ხარვეზები აქვს იმ ადამიანს განათლების მინისტრად როსო იგივე და ეს არის დღეს მომხრეების პრინციპით ირჩევა აი ჩემი მომხრეა არ არის ის მომხრეა და ასე შემდეგ ჯერ ფიქრობენ არა ის რომ გუნდით მოვიდნენ არამედ ფიქრობენ რომ ჯერ ხელისუფლება მე რატო არ ცვლის ოპოზიციური პარტიები არაფერს არ განათლების სისტემის სტრუქტურას ის პოლიტიზირებულად იყენებს განათლების სისტემას ვიცით დირექტორები როგორი ინიშნება ხო ეკო ჯანდაცვა რა მთელი სისტემების რეფორმას არ აკეთებენ იმიტომ რომ რო დაშალონ ხო მე თვითონ როგორ მოვიდე მართვა აღარ ეწოდინებათ გაუჭირდებათ იმიტომ ის უკვე ინტელექტუურად უნდა მართოს და ჯობია ისევ 700 სოციალურად დასაქმებული ყავდეს წამალზე დამოკიდებული იქ რაღაცა კომპრომიტირებული ხო დასაკრულია რომ მე შემდგომში გაუჭირდეს ასე ვთქვათ იმ ადამიანს მის წყალბიდან გაქცევა. ჩვენ რასაც ვიძახით, რომ იცი რა, ვინც მოყვავს, ხო, ეს ხალხის მერად დასახელებული. უკვე ის ლეგიტიმურია, გასუფთავებულია, საქმე და აჩვენეს, ხო? თავის საქმეში ყველა. აქედან გამომდინარე, კარგი, ეხლა თქვა დავიჩიეთ ესენი და ამან ავიღა ხელისუფლება და მოვიდნენ ესენი ხა. თუ ვიღაცა უკეთესი იქნება, ხო? ნებისმიერი დაუთმოს, ოღონდ ვიღაცა ანუ შეხედეთ კონკურენცია ისპობა. იმიტომ რომ თუ მაგალითად იგივე გიორხელიძე მეც თუ რაღაცა ვინმე ჩემზე უკეთესი ნამდვილად დაუტოვებ, იმიტომ იმდენი საქმეა გასაკეთებ. მე არა მაქვს ამბიცია, ხო, გამიგეთ რომ ვიღაცა მაჯობებს ძალიან კარგი თავისუფალი ხო, მაგრამ ამათ ხო მთელი პრობლემა ის არის, რომ ვინც ამ ერთი პარლამენტში და მეორეში გადადიან, მათ ხო პოლიტიკური აზროვნების იმით კი არ გადადიან, ინტერესები აქვთ. კარიერა. ხო, რომ კარგად იცხოვრონ და მე ვინც პარტიის მართველია, იმას შიში აქვს, ეს ადამიანები თუ არ აჭამა ხელფასები თუ არ გაუზარდა, სააგაშვილსაც იგივე პრობლემები თავისიანმა დააყირებს. აქაც იგივე თემა დგება, ხო? რომ შიგნით რომ მოვიდნენ, ის კი არ გააკეთეს, რომ თქვა ორჯერ მეტად ვიმუშავებ 7 საათზე ან 8-ზე ადრე დავიწყებთ სამინისტროების მუშაობას, ეგრევე ხელფასები გასაგდეს 14-15,000-მდე აიყვანეს. სისტემა არის იგივე. რა მნიშვნელობა ეხლა ხო და ყველა რა არის ცით ამ ბოლშევიკებს რო იძახიან, ბიჭო, ყველა ის ბოლშევიკები ბევრი ისეთი ღვაწლი აქვს ადამიანს ჩატარებული ეროვნული მოძრაობის ბევრში ვერც მივახლოს. ეს უნდა დაამთავრდეს ეს რუსეთი და მოღალატეობის სისულელე რეალიყების დაწერილობა ხო აი ფიზიკის ინსტიტუტზე რა თუნდა ეხლა რუსული ორიენტაციას თუ ამერიკული ორიენტაციის ხო ისე ვიძახი არ რომელი პარტიის ეს არის პოლიტიზირება რა თქმა უნდა მიზანმიმართული პოლიტიზირება მეცნიერთა თქვა ინსტიტუტის ზოგადად აი ბატონო ბესი თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით და კარგად მოგეხსენებათ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერების განვითარებას ქვეყნისთვის. აი, არანაირი პროპაგანდირება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით არ არის. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა არც განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ აი მეცნიერება, როგორც ასე ვთქვათ, აი ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ღერძი შეიქმნას და განვითარდეს და რაღაცნაირად დაიბადოს საქართველოს წიაღში ნამდვილი შემდგარი მეცნიერები. აი სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, ყაუჩხიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ესეთი ისტორიკოსები დღესაც შეიძლება რომ თქვათ ამოტივტივდეს. რა თქმა უნდა, კომუნისტებიც არ იყვნენ წარმოიდგინე. რა თქმა უნდა, ანუ ამოტივტივდეს თუ იქნება ჯანსაღი გარემო, თუ შეიქმნება მართლა დემოკრატიის მიზანი რა არის? რატო არის ყველაზე საუკეთესო მართლობა? ასე ვთქვათ, მართლობათა შორის, იმიტომ რომ დემოკრატიას შეუძლია თავისუფალი ადამიანი გააჩინოს საზოგადოებაში და თავისუფალი ადამიანი ქმნის მერე ღვთაებრივ შემოქმედებას, როგორც ისტორიაში, ისე პოეზიაში, ისე ხელოვნებაში, თავისუფლების გარეშე ხო წარმოუდგენელია ნამდვილი ჭეშმარიტი
ხელოვნების ჭეშმარიტი შემოქმედების თქვათ შექმნა. ამიტომ სწორედ მეცნიერთა კონგრესი ემიჯნება იმ პოლიტიკურ სპექტრს და იმ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შეცდომილ მიმართულებას, რომელიც ჩამოყალიბდა 50 წლის განმავლობაში. აი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იქითკენ უნდა მივმართოთ. აი რა უნდა მაგალითად ჩვენს ძვირფას მეცნიერებს, ჩვენს ზღვას მოვსლი ადამიანებს დღეს ამ საზოგადოებრივ გაერთიანებაში. აი დღეს წარმოგიდგენთ ჩვენ დაახლოებით 50 ადამიანს. რა უნდათ? მათ აქვთ თავიანთი საქმე, მათ ისინი არიან წარმატებულები თავიანთ საქმეში და გააგრძელებდნენ თავიანთ საქმეს. უნდათ ის და სურთ ის, რომ საქართველოში შეიქმნას რეალური ჯანსაღი დემოკრატია და ის ძველი ადამიანები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში არიან ხან ოპოზიციაში, ხან ხელისუფლებაში და უბრალოდ სამშვიდობოს ვერ გაიყვანეს ხო ეს ქვეყანა, საქართველოს არის დღეს დაშლილი. ანუ აქვს ტერიტორიული პრობლემები. ტერიტორიულ პრობლემებს უნდა შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. მე არ გამიგია ბატონობესი და ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ უკანასკნელ პერიოდში შემუშავებული იყოს რამე კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა დავამყაროთ ახლო ურთიერთობა აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, ცხინვალის რეგიონთან, აი როგორ, რა მექანიზმები არის ამისთვის საჭირო, რა ინსტრუმენტებია გამოსაყენებელი, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე დიდი დიპლომატია არის კულტურა. კულტურული ეს რაღაცა ურთიერთობები და კომუნიკაცია და კავშირი. და რა არ შეიძლებოდა რომ ამ უკანასკნელ წლებში მაინც რაღაც კულტურული გასვლა-გამოსვლა აზრების ყოფილიყო, თქვათ აფხაზეთ საზოგადოებასა და ქართულ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე დიდი დიპლომატია. არათუ პოლიტიკოსები ამყარებენ მხოლოდ დიპლომატიურ ურთიერთობას, ასე ვთქვათ, საზოგადოებებს შორის. ანუ პოლიტიკური ხელისუფლება უნდა იყოს მაკონსოლიდირებული ბელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ რა გამოდის, თითქოს აფხაზური მოსახლეობა არის გამიჯნული, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის გამიჯნული საქართველოსგან. ეს გაერთიანება არ არის რაღაცა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი. ეს არის პირველ რიგში უნდა დაიბადოს საზოგადოებებს შორის ერთობის საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ჩვენ ამ თემებზე ვიმუშავებთ. რატო ახსენე მე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? იმიტომ რომ მამული ენა, მამული დგას პირველ ადგილზე. დიდი უღირსეულესი შვილი ჩვენი ილია ჭავჭავაძის ასე თქვა თავარი პოსტულატებიდან, ხო? რომ მამული ენა სარწმუნოება და მამული თუ არ გვექნება, თუ იქნება ეს დაშლილი, დაყოფილი, დაქსაქსული და ჩვენ ვიტყვით რომ იცი დაველოდებით რაღაცა პოლიტიკური მიზანშეწონილების საკითხს, როდის გადაწყვეტს ოკეანის გადაღმა. რა თქმა უნდა, ოკეანის გადაღმა ამერიკის და ასე თქვა რუსეთში შემოვა ოდესღაც დემოკრატიული მართველი და იტყვის რომ იცით რა არის, ანუ აფხაზეთთან ჩვენ არანაირი ინტერესები აღარ აქვს და ცხინვალის რეგიონთან, ხო, მოდი აი ესეთი რაღაცა ლირიკული დამოკიდებულება პოლიტიკაში არის დამღუპველი. მიუხედავად იმისა, რომ მე პოეტი ახლა ვარ თვითონ და ანუ რაღაც ასე ვთქვათ, უნდა მოხდეს, გადააზრება უნდა მოხდეს ბატონობესი მთლიანად აი ამ პოლიტიკური მიზანშეწონილობისა. აი თქვენ რომ ბრძანეთ დემოკრატიას, სწორედ ისე რომ დემოკრატიის ნებისმიერი პირადი ინიციატივებით განისაზღვრება მოქმედება ქვეყნის კეთილდღეობის, ხო? იგივე თქვენ რო ახსენეთ სახალხო დიპლომატია, მეცნიერები, ხელოვნები, ხო შეგვეძლოთ ერთი კულტურული რაღაც ჯგუფები ჩამოგვიყვანა იქით. რაღაცა უნდა დავიწყოთ. ეს თქვათ იქითაც რომ დაანონსებს ის თქვათ ამერიკის პრეზიდენტი და ტრამპი და თქვათ რუსეთის შეხვდებიან რომ გადაწყდეს ესა, მაშინაც პრობლემები გვექნება. ესე იქ გადაწყვეტენ და უცებ გაგიხსებენ, ესე ხო არ არის გათო. იქ თავის უნდა დაგეგმო რა პირველ ეტაპზე აი სვიმონ კარნეის საფლავი ხო მოციქულის წარმოიდგინე ამხელა რომელმაც ღვინო წყალი ღვინოთ აქცია ხო საფლავთან ჩვენ ვერ მივდივართ ხო შეიძლება რაღაცა ჯგუფმა მოვინდომოთ ხო აი იქიდან შემოვიდეს სწორედ ადრია პირობებული და სვიმონ კარნეი და ნუ ველოდებით ამ იმას ხო მე პირადად გავაგზავნე წერილები და ველოდები ეხლა რომ შეიძლება რამდენი წელია ამხელა მოციქულის საფლავი, რომელიც და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ის ახალი ათონის მთა, თქვი იბერის მთა. იბერის და სიმბოლური
სიმბოლური ისა, ხო, აი იბერიის თასში თვიშობელმა იბერიაში გამოგზავნა მოციქულები, ხო, ისეთი კოზირე ის აი ხელს მოსაჭიდი, ისეთი ისინი გვაქვს, რომელიც ხალხმა ავიღოთ რაღაცა ინიციატივა, უველოდებით რომ ესენი არ გადაწყვეტავენ, ხო? თვითონ დაიბადოს ხალხში ეს ინიციატივები და ჩვენ არ უნდა შევყუროთ, ჩვენ როგორც არის მე პატრონეებს ამ ეს საქართველო არის საქართველოს ხალხის ქვეყანა, ხო? ჩვენი ქვეყანა, ჩემო ძვირფასო ტერმინოლოგიებო, საქართველო და არა რომელიმე პარტიების. ისინი ქმნიან პარტიებს და ეპატრონებიან ჩვენს ქონებას, ჩვენს ნებას, ჩვენს თავისუფლებისკენ სწრაფვას, დემოკრატიისკენ სწრაფვას. ანუ თითქოს სამთავროები არის, აი როგორც ადრე იყო საფეოდალოები, სათავადაზნაუროები და მამულები ისე აქვთ პოლიტიკური ასპარეზი დაკავებული და დაყოფილი ჩვენს ასე ვთქვათ ავადსახსენებელ პარტიებს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ხო? რომლებიც პირადი ასე ვთქვათ გამორჩენისა და პირადი კარიერის გამო თელ საქართველოსაც კი გაწირავენ. თუ საქმე ჩვენ დავინახეთ დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პარტია ფინანსდება საქართველოს ფარგლებს გარედან და კონკრეტული ამოცანებით ფინანსდებიან ისინი, რომ საქართველოში გარკვეული თქო უცხოური ჯგუფების თქო აზრი გაიტანონ, ხო? აქ და რაღაცნაირად შეასრულონ გამტარის ფუნქცია. და რა თქმა უნდა, გავლენები და ადამიანები შეიყვანონ მიზანმიმართულად, ასე ვთქვათ, შეცდომაში. ანუ ჩვენ დავინახეთ რამხელა საფრთხეების წინაშე იდგა 2022 წელს საქართველო, როდესაც ომი დაიწყო უკრაინაში. რამხელა საფრთხეების წინაშე, როდესაც მთელი დასავლეთი, ასე ვთქვათ, ირიბად თუ პირდაპირ უკრაინის ხელისუფლება მიანიშნებდა, რომ შეერთებოდა საქართველოს სანქციებს და ასე შემდეგ და მე შემდგომში ტრამპის მოსვლა მაჩვენა, რომ ეს იყო ესეთი დიდი ომები შეიძლება იყოს რაღაცა პოლიტიკური ვაჭრობის საკითხი. მე მინდა არ გავიდეთ საქართველოს გარშემო და ფერასაც ბძანეთ გავლენები რა ირანი, თურქეთი რასაკეთებდა, ხო? მათ თავიანთი ხალხი ყავდა წარმოადგენლები, რომელსაც ფულს აძლევდნენ და აგენტები ყავს, სხვა კი არაფერი არ ყავდა. და ის რაც ქვეყანაში უნდა წყდებოდეს საქართველოს ბედი და არა გარედან უნდა იგეგმებოდეს. დავით აღმაშენებელი ამაში აბსოლუტურად მართალი იყო და იქ წერია რომ ყმაროპის დააგებდა და ანუ ცოლქმარი რომ რაღაცას იტყოდა იმას უკვე რა თქმა უნდა ხლა თუ იმასთან ირანთან იქ ვიღაცასთან თანამშრომლობდა შენი ქვეყნის განადგურება გონდა ის უნდა გაანადგუროთ და წარმოიდგინეთ რამხელა ცნობიერება იყო რომ ადამიანები არ ინდობდნენ არც თავის ნათესავს, ვინც სახელმწიფოს წინაშე წავიდოდა, ის თავის ახლობელსაც არ ინდოდა, ეს სწორი ფორმა. ეს არის სწორი ცნობიერება, რომ თუ შენ გინდაც მეორე ნახევარს ნათესავს და გინდა შვილს უნდა შენი ქვეყნის განადგურება და მართლობითი სისტემა იქიდან იმართებოდეს, ის უნდა გაანადგურო, ის უნდა აღმოფხრა. თუ აღარ იყოს. ეგ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. რა ჩვენ არა გვაქვს იქ რაღაც ლოიალური ისინი, ეგრე არ იმართება ქვეყანა, ხო? და მეცნიერების ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი, რატო გაერთიანდა ეს ამდენი ხალხი, რატო თქვათ კიდე ველოდებით უკავშირი იქნება ისინი თავის, იმიტომ ჯერ ხალხი დაგახასიათებს, ეგ ერთია, მაგრამ შენც უნდა გინდოდეს, ხო? შენც უნდა თქვა რომ კი რახან დამასახეთეს მეც მზად ვარ ხო რატო იმიტომ რომ ეს მეცნიერები არიან ის ვინც გული გტყივა ხო რომელსაც ხედავთ რომ ეხლა ცეცხლი რო იწვის სახს უკიდია ხო უყურებ რომ ერთი პარტია არაქრობს მეორე არაქრობს ესენი ერთმანეთის იმითარებო ხო უნდა ჩააქრო ხო არ დაელოდები რომ აი როდის მოვა ეხლა სახანძრო ჩვენ ეს სტრუქტურა იმიტომ ამოქმედდა რომ ეს არის ავარიული საგანგაშო სტრუქტურა გადარჩენის სტრუქტურა ესენი კიდე გააგრძელებენ ახლა ხო ყველა ხვდებით რომ ესენი არ დაამთავრებენ ამათ არ აქვთ უნარი იმიტომ რომ 13 წლიდან დაპირისპირების ფორმატში რო არის ადამიანი ვერცეთ რეფორმას ვერ დადებენ იმიტომ რომ ორიენტირებული არიან მათი ოპონენტების გასაქრობად
და არა ის რომ რეფორმა გააკეთონ, უნარებიც აღარ აქვთ, იმიტომ რომ უნარებს იცით ხო, მეცნიერება არის ყოველდღიურად უნდა ემზადებოდეს რაღაც თემებისკენ და თორსა ვიღაცაზე ბრაზდები თემებს ვეღარ და ეს ხალხი არის რომელიც თემებშია თემებშია განათლების თემაში, წყლის თემა, თქვა 1000 სახელმწიფოს უამრავი თემები ჭირდება და რა არის მეცნიერება, რატო ჭირდება სკოლებში მეცნიერული აზროვნება? მხოლოდ მეცნიერული აზროვნება შეუძლია ობიექტიზაცია უნარი უზნაძე იძახით. მხოლოდ ადამიანს აქვს კონკრეტული პრობლემის ობიექტიზაცია, ანუ ფოკუსირება გააკეთოს, აი ფეხში გიჭერს ხო ფეხსაცმელი, გიჭერს, ამას ობიექტიზაციას მხოლოდ ადამიანი აკეთებს, როგორ მოაგვაროს ეს ტკივილის თემა იცის, ცხოველს ეს არ აქვს, ხო? ამიტომ სწორედ მეცნიერული აზროვნება ერთადერთი სწორად ჩამომყალიბებელი გინდა რელიგიაშიც, იქაც მეცნიერებაა, იქაც ხელოვნებაა. ეს სპორტი ავიღოთ, ხელოვნება, ანუ მეცნიერული აზროვნება ჭირდებათ დღეს ყველა ჩვენ შვილებს ჭირდებათ, რომ არა ის უაზრო რაღაცა, რომ აი რუსეთია, ამერიკა, რაღაც სისულელეები, რომ აი ევროპა თურმე რაღაცა ჩვენი განადგურება უნდა, კულტურული და აი რუსეთს უნდა ეს არის არამეცნიერული აზროვნება, უნდა დაასაბუთო რა, როგორ, რა და თუ ხედავ რომ აქ ამ ხაზები ჩემოდის ჩაჭერის, ხო? ან შენი პოლიტიკური მიმართულება გააკეთე. ეს არის მეცნიერება, რომელიც კრიტიკული აზროვნება, რაც ევროპამ გამოიყენა და განავითარა, რა ჩვენ გვაკლია, ხო? და რაც ემოციებითა ვართ რა, აი წარმოიდგინეთ ერთმანეთის შესაჭმელად არის ერთი მეორეს და ეს ხო პათოლოგია ფაქტიურად ხო. კიდაც განადგურდეს ერთი თქვა, ერთი პარტია, ანუ და ბედნიერი გახდება საქართველოს, უცებ რეფორმები მოხდება. ეს ხო ილუზია ხო? ატყუებენ ხალხს და ამიტომ არის რომ მეცნიერება რომელიც დასახელდა მათაც უკავშირდება თქვან რომ ჩვენ მზათა ვართ ამ იმაში მივიღოთ სხვა შანსი თუ მე ვერ ხედავ სხვა შანსს. იცით რა არის ანუ თვითონ საქართველოს პოლიტიკური არენა დაკავებულია თქვა ძალების რომლებიც ერთმანეთს ასაზრდოებენ. ეს პარტიები ერთმანეთს ასაზრდოებენ და თითქოს რასაკურველია, თითქოს ოპონირებენ, თითქოს პოზიციონირებენ, მაგრამ თვითონ პოლიტიკურ ასპარეზზე ისინი სხვა ძალას არ უშვებენ, ჯანსაღძალას არ უშვებენ. ანუ ეს თქო არტიკულირებული მათი მხრიდან რა თქმა უნდა არ არის ოფიციალურად, მაგრამ საქმით ჩვენ დავინახეთ წლების განმავლობაში, რომ ტოლობის ბოდიში, ტოლობის ნიშანს დაუშვეს, ხო? და იძახენ არა ჩვენ ეს ერთი და რა თქმა უნდა ერთმანეთს ასაზრდოებენ თავიანთი პოლიტიკი. ხან ერთი სამბობს ერთი პარტია, ხან მეორე სამბობს მეორე პარტია და რაღაცნაირად უნდათ რომ საზოგადოება თქვათ გაართონ აი ამ თქვათ პოლიტიკურ არენაზე თავიანთი რაღაც გამოსვლები და თავიანთი პოლიტიკური ვითომ და ნაბიჯები. ჩვენ უბრალოდ ახსნაშნავია ის გარემოება რომ მეცნიერთა კონგრესის მიზანი არ არის რომ თქვათ ოცნება და თქვათ დაცმოძრაობა გაქრეს პოლიტიკური ასპარეზი. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ მიზანი ეს არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ წამს რომ ქართულ ოცნებაში არიან ძალიან ჯასაღად მოაზროვნე ადამიანები, ნაცნობ მოძრაობაში არიან ძალიან პოზიციაში. რასაკურველია და ყველა პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც მართლა სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და სახელმწიფო უნდათ საქართველოსთვის სიკეთე. ჩვენ მაგის ილუზია არ აქვს, რომ ყველაფერი ცუდია პოლიტიკური პარტიების, რომელიც დღეს არენაზე არიან ამ პოლიტიკური სპექტრის გულისხმობ, ხო? ანუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ეს პოლიტიკური სისტემა, რომელიც მართავს სახელმწიფოს პოლიტიკურად, არის უმაქნისი, არა ქმედუნარიანია. თვითონ არა ადამიანები, არამედ თვითონ სისტემა ქმედუნარო. 30 წლის განმავლობაში ეს დადასტურდა. აქედან გამომდინარე ჩვენი შეკრებები, ჩვენი ეს მაგალითად 31 მარტს, როდესაც ილია ჭავჭავაძის თქო სახლ-მუზეუმში შევიკრიბებით, სწორედ იქ გავაჟღერებთ ჩვენ კონკრეტულ გეგმებს, კონკრეტულ ნაბიჯებს დავსახავთ, როგორ შეიძლება რომ თქვა აი მოჯადებებული წრიდან გამოვიდეთ. კიდევ ერთი საკითხს მინდა შევეხო, აი ემიგრაციის საკითხს, რომელიც საქართველოს მართლაც აი ძალიან მძიმე ვალა დაწევს რა ჩვენი თანამოქალაქეების პირდაპირ წინაშე. აი აღარ უჩანს ბოლო საქართველოსდან წასული ჩვენი თანამოქალაქეებისა. ანუ რაღაცნაირად აი ძალიან ნიჭიერი ადამიანები გადიან 300 ბოდიში
300 მაღალი დონის მეცნიერია სამწუხაროდ და რომელიც ეს ქვეყანას დააკლდა, ვერ გამოიყენა პოლიტიკურმა სტრუქტურამ, ხო? ეს ასაკმიანი, იმიტომ რომ იქ ვიცით პოლიტიკური ლიფტით ხდება დაკომპლექტება, რომ იქ იმის ნათესავი, იმის პარტიის ის, დაჟე მდივნებიც იქ უნდა იყოს, კანცელარიაშიც დილით და მე ეს სისტემა არ მუშაობს, იმიტომ რომ მე შენი ნათესავი ვარ, ხო, გამიგეთ. აიც ეხლა 10-ზე კი არა, შეხედეთ დილით 10-ზე რო იწყება სამუშაო, 11-ის ნახევარზე ყველა კანცელარია იწყებს. რატო? იმიტომ იმის ნათესავი არ ვერ მოსთხოვს ნათესავს, ხო? გამიგეთ და როცა შენ ნიჭიერ ადამიანს აიყებ და დააყენა მეორე რიგში გეყენია, იმან იცის რომ თუ კარგად არ მოიქცევა შეცვლი. აი მთელი სისტემა ეს არის. ნეპოტიზმი უნდა მოისპოს. ნეპოტიზმი უნდა მოისპოს. ეს ადამიანი მე მიდია რა გააკეთონ აბა რა ქნა. აი უნდა მოისპოს, აი ჩაწყობით რაღაც რომ თითქოს ეს ჩემი ნათესავია, ეს ჩემი მეგობარია, ეს ჩემი კოლეგა, ეს ჩემი მომხრეა. დღეს ხომ მთელი ბიუროკრატია მომხრეების პრინციპით არის დასაქმებული და არა რეალური კონკურენციით და შერჩევის პრინციპით ხორციელდება, როგორც კანონით არის, ხო? მაგალითად თვითმმართველობის შესახებ კანონი, როდესაც უნდა შერჩეს საჯარო მოსამსახურე რეალური კონკურენციის გზით და არა მომხრეობის გზით და მომხრეობის პრინციპით. აი ჩვენი მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ სახელმწიფოს როგორც თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში არის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები. მე ჩვენ არავის წინამდე არა ვართ ასეთი ადამიანის პირიქით, ჩვენ ვართ მომხრე ყველა ადამიანის კეთილდღეობის და საქართველოს კეთილდღეობით ზოგადად, მაგრამ ადამიანები მართვაში უნდა მოდიოდნენ არა თქვათ ჩაწყობით, არამედ რეალურად კომპეტენციისა და გამოცდილების, მისი დამსახურების მიხედვით, ხო? აი, ისეთ რა არის, მე არ მახსენდება უბრალოდ პერიოდი, როდესაც არ იყო რაღაცა, თქვა, ფარველობა, გავლენა, როგორ არის მაგალითად ჩვენ ხომ ევროპისკენ ვისწავლეთ ევროპული სახელმწიფოების მოწყობა გვინდა. იქ როგორ არის რეალურ კონკურენციაში შედიან ადამიანები ერთმანეთთან და მისი მიხედვით მე სახელმწიფო ასაქმებს მათ და მე ისინი ქმნიან რეალურ პროდუქტს. ვინ ქმნის რეალურ პროდუქტს? ვინც არის კომპეტენტური, ვინც მიიღო განათლება, იწვალა, ღამეები ათია და ვინც ასე თქვა მხოლოდ რაღაცა მომხრები, ეს ადამიანები აქ ვერ პოულობენ გამოსავალს, აქ ვერ პოულობენ თავიანთ არენას და ასპარეს და ასე თქვა ვერ საქმდებიან, ისინი იძულებულები ხდებიან წავიდნენ სხვა ეს ძალიან ნიჭიერი ადამიანები წავიდნენ სხვა სახელმწიფოში, სხვა ქვეყნებში და იქ იმ ქვეყნებს მოახმარონ თავიანთი ნიჭი, თავიანთი გამოცდილება, თავიანთი განათლება და ის პრაქტიკულად მე იქ თქვა ქმნის ოჯახს და ძალიან ბევრი რჩება და აქ მე შემდგომში ძალიან რთულია მისი დაბრუნება, ხო და ანუ ეს პროცესთან ბოლო არ უჩანს, რაც უფრო დრო გადის მით უფრო იზრდება ოფიციალურ მონაცემებითაც ქართული ემიგრაციის რაოდენობა, ხო? ამიტომ მისაღებია შესაბამისი საიმიგრაციო პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან. არ ჩანს საიმიგრაციო პოლიტიკა რა, თქვათ, გეგმა აქვს ხელისუფლებას. ეს ხო პრობლემაა, აი ხელის გულზედებს, ხო? უკვე რამდენი წელია. როგორ ვერ იჭრება და არ იჭრება. ანუ თითქოს რჩება ბატონობის შტაბის-ძლება რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ასე თქვათ მიზანმიმართულად ახორციელებს ესეთ პოლიტიკას. რეალურად როგორ არის რაც კომუნისტები აკეთებდნენ რომ ზოგი გაუშვეს მაგალითად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბევრი ხალხი გაუშვეს, ბევრი მოიშორეს, ნადმერენ ის ადამიანი რომელიც ნიჭიერად და ვერ საქმდება ან სვამს ხო გამიგეთ ან უსკდება და მოდი აი პარტიებში თქვათ, რამდენი პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც დაიკარგა. კიდაც სააკაშვილის დროს, გინდა იმის დროს, ხო? ეს ადამიანი პოლიტიკური რესურსი, იგივე ფონდია, რომელიც ერთეულებია, ხო? ერთეულებია ის არ არის რომ მაგალითად გამოსდი, ვერ გამოსდის, ეს ადამიანები იბადებიან, უბრალოდ მას ხელი უნდა შეუწყო რომ გამოვიდეს არენაზე და მან თავისი რეალიზაცია გააკეთოს, გამიგეთ, მაგრამ თუმცა როგორ უნდა გაუკეთოს რეალიზაცია, როცა მართულია ყველაფერი, ხო? აი ევროპაში რასაც ხდება, უყურეთ იქ ესტაფეტა ერთი პარტიას ხო გადასცემს ეს სარბენირო, ხო, ესტაფეტა. გაიქცევიან, იშრომებენ, ღამეებს ათევებენ, ის რაც იდეით მე იღლებიან
იქ პრობლემა არ არის, რომ იძახე, რომ კაი მე დავიღალე, ვიღაცა პარტია მოვიდა, ბატონო, ეხლა შენ ტასს უკრავენ. ეს ჩვეულებრივად წარმოუდგენია. გადასცეს ხელისუფლება. აქ რომ ჩამოდიან, ხო, სულ ეუნებიან, აი წინათ რო იყვნენ ჩამოსული ბევრი ასეთი მაღალი დონის რატო ჩხუბობთ ხო ქვეყანაზე მიხედეთ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ როგორ კონკრეტული იდეები ჩემოდი პოლიტიკურ იმაზე ხო და იმუშავე და მე სხვას მიეცი ხო თუმცა ეს თავი თემა ეს არის იცით რა არის ანუ თვითონ ხელისუფლებაში მოსვლა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი და არა პრივილეგია ამსახურება ხელისუფლებაში მოსვლა აი მაგალითად უკვე შემდგარ დემოკრატიებში იგივე დიდ ბრიტანეთში სხვა ევროპულ სახელმწიფოებში ჩვეულებრივ აი მაგალითად იურის არავის არ სურს აი რო ეხვეწო რომ იტყვიან თქვა არ მიიღებს არც პოლიტიკურ არჩევნებში არც პოლიტიკურ შედიან ხან ინდოელები შედიან ხო რა თქმა უნდა თვითონ ინგლისის პარლამენტი რა თქმა უნდა დიახ იმიტომ რომ ფერატკანიანები და ჩინელები ხო იმიტომ რომ ის ადგილობრივი ეს აღარ უნდათ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა და იმიტომ აქ საქართველოში კიდე როგორ არის აი როდის შეიძლება გახდეს მართლაც არათუ პრივილეგია საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლა არათუ რაღაცა დივიდენდების მიღება არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა უდიდესი ტვირთი და უდიდესი ასე ვთქვათ პატრიოტები უნდა მოვიდო პატრიოტ მამულიშვილები ნამდვილი მოღვაწეები სახელმწიფო მოღვაწეები დღეს სახელმწიფო მოღვაწეები სამწუხაროდ საქართველოში აღარ არიან იმიტომ რომ აი პოლიტიკურმა აი ვთქვათ უკვე ყალგასულმა სისტემამ ასე ვთქვათ ყველა გარიყა ყველა ღირებული პიროვნება გარიყა ნეფსი თუ უნებლიეთ შეგნებულად თუ შეუგნებლად მოგესალმებათ 90-იან წლებიდან როდესაც საქართველოში მოხდა პირდაპირ მკვლელობები ასე ვთქვათ დიდი პოლიტიკური მოღვაწეებისა იგივე ზვიად გამსახურდია მინდა 31 მარტი ახლოვდება და რასაკურველი ვახსენო ანუ ის ხომ ძალიან ანუ ზვარაკად არის ჩვენი ქვეყნისთვის შეწირული პირველი ძალიან ღირსეული პრეზიდენტი მე შემდგომში მოხდა 94 წელს თუ არ ვცდები გია ჭანტურიას მკვლელობა ტერექტები განხორციელდა ხო რასაკურველია შარაძე გურა ბატონი გურამი შეეწირა ნამდვილად შეეწირა კი ბატონო ანუ ჩვენ ვხედავთ ამ წლების განმავლობაში ბატონო სიკრომ არის მიზანმიმართული მცდელობა იმისა რომ ჯანსაღი აზრის ასე ვთქვათ ლიკვიდაცია მოხდეს იმ პიროვნებების აბსოლუტურად გარიყვა და დამარხვა პირდაპირ სამარეში ვინც ასე ვთქვათ შექმნის რეალურ ჯანსაღ პოლიტიკურ და შეუწყობს ხელს აი ბატონო ნიკოლოზ მინდა ამასთანავე ცოტა ისტორიაში ჩავდე გიორგი მაზნიაშვილს რომ მოიშორენ რაზე უნდა იყოს საუბარი კაცი რომელსაც მიკუთვნეული არ იყო პარტიული მიკუთვნება არ იყო კოტე აბხაზი ილია ჭავჭავაძეს მოიშორეს რომ მან EDP-ს წესდება შექმნა და გაზეთები მე წავიკითხე და იქ წერია რომ აი რა კარგი პრეზიდენტი იქნებოდა და ჟორდანია ამ ბოლშევიკებმა მენშევიკებმა ფაქტიურად მოიშორეს გასაგრულია გარიყეს ხო გარიყეს და მოიშორეს თორე ილია ჭავჭავაძეს გარშემო და დადგენილ ხო მთელი ოპოზიციური და ის და იქ სხვადასხვა პოლიტიკური და ჩვენ ძალიან კარგად ვიქნებოდით. აი უნდა ეს დაპირისპირება ნიჭიერი კაცი როა მიუშვირა. რა თუნდა ეხლა ილია ჭავჭავაძე რო პრეზიდენტი მაგაზე საუკეთესო არის რომელიც ჟორდანია შეედრებოდა თუ ვინ შეედრებოდა ხო? თუმცა დაიმასხარავა თავ ისტორიაში არაფერი არ გააკეთა ვერ შექმნა მობილიზაცია ვერც მეცნიერების ვიც ხალხის ჯარიც კი ვერ შეკრიბა და წავლო ამდენი ქონება და გაიქცა თავის ოქროს ფონდიანად და იქიდან კაციშვილი 30% სამწუხაროდ ჩვენი მიმართულება არის სწორედ ის რომ ის რომელიც სხვათა შორის თავარი არის რომ აი ეს მეცნიერი რა არის მას უყვარს მისით ასო თქვათ ის ფიზიკოსია იმით ცხოვრობს ადამიანი ხო აგი ბატონი პაპავა ლადო პაპავა
დღეს არის მის 70 წელი იუბილე მიულოცოთ რა თქმა უნდა, დასახელებულია კაცი, რომელიც ეკონომიკაზე აბოდეს. მეცნიერის თემა ეგ არის, რომ მას უნდა ეს არის ის რითაც შეუძლია შეეწიოს თავის თავს ღმერთის მიერ და ხალხს და ესეთ ადამიანებს რო არ უშვებ და პარლამენტში შეყავს ისეთი ადამიანები, ბიზნესმენები, რა უნდა ბიზნესმენს. ქვეყანაში უნდა იყოს მეცნიერები, რომელიც შექმნია სამეცნიერო პოტენციალს ისევე ბიზნესის განვითარებისთვის და უნდა იყვნენ ბიზნესმენები, დანარჩენი ახლა სპორტი და ხელოვნება ეს უბრალოდ პიროვნული გამოხატულება კარგი ცხოვრებისთვის არის ეს ყველაფერი, მაგრამ ქვეყანას ანვითარებს და არჩენს მეცნიერი და ბიზნესი და პოლიტიკოსები. აქედან უნდა ამოვიდეთ ჩვენ, რომ ეს არის კაპიტალი და ამათ უნდა მოფრთხილება უნდა და ეხლა ჩვენ გვიწევთ ავარიულ რეჟიმში. თორემ ნორმალური ქვეყანა რო იყოს, ეხლა უზნაძის ინსტიტუტს, ფილოსოფიის ინსტიტუტს, დემოგრაფიის ინსტიტუტი დაიშალა, პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის ინსტიტუტები, ცენტრალური ინსტიტუტები, რომელიც ემორჩილებოდა პარლამენტს. რა იყო ამის სტრუქტურა, რომ მეცნიერებათა აკადემია თვითონ უზენაეს საბჭოს ემორჩილებოდა, რომ სახელმწიფოს ემორჩილებოდა. ის კი არა, რომ ცალკე იქნებოდა როგორც მეცნიერებათა აკადემია და დღეს მეცნიერებათა აკადემიიდან წესდებაში წერია ვერავინ ერევა და იძახე რომ ქვეყანამ დაგვიკეთოს. რა უნდა დაგიკეთოს, ხო? შენ ხარ, ხო? თუ შენ ხარ თავისუფალი, მაშინ შენ უნდა გამოხვიდე და თემების ლეგიტიმაცია გააკეთო. თუ არა და მე არ ფიქრობ, რომ უნდა იყოს მეცნიერებათა აკადემია ცალკე, უნდა იყოს პრემიერთან ძლიერი პრემიის ინსტიტუტი უნდა ჰქონდეს და სხვათა შორის 2005 წელს ეგრე იყო, რომ ეს სამეცნიერო ინსტიტუტები ემორჩილებოდნენ პრეზიდენტს. პრემიერს სხვათა შორის, რომ ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ახლა ეს გზა რო ჩაირთო ეს ამხელა დერეფანი, სამეცნიერო ინსტიტუტებმა თუ არ დაგიდეს პროდუქტი, თუ არ იმასქნა პოლიტიკური ინსტრუმენტები როგორ მართავ ამხელა რასაკურველი მე სწორედ იმიტომ ვამბობ რომ მეცნიერების განვითარება საჭიროა ხო ამიტომ ის მეცნიერება და ინსტიტუტები რომელიც განადგურდა 2000 წელს რეფორმა იყო თუ თვითონაც სხვათა შორის მიხვდნენ რომ არასწორად გააკეთა ხა ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უზენაძის რომელიც 4-ხეულია ხო ფსიქოანალიზი გელშტატი და ბიჰევიორიზმი და უზნაძე აი და სხვათა შორის თავისი კონცეფციით და ექსპერიმენტალობით უზნაძეს უფრო მეტია, იმიტომ რომ ის სოფლიო კაცობრიული თეორია, პიროვნების განვითარების თეორია, სრულყოფილი თეორია, ექსპერიმენტალური თეორია და ეს თეორიები, როცა აგ LGBT-ს თემები აქვს და ვერაფერს ვერ არკვევენ, საიდან ხო, რა ხდება უზნაძის თეორიის სპეციალისტები აღარ აქვს ჩვენ. აღარც ასწავლიან. მე სწორედ იმიტომ ვახსენე მე სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ეს უდიდესი მეცნიერი ყაუჩხიშვილი, ასევე სხვა მეცნიერები, რომლებიც აგერ როი მეტრეველი ჩვენი წევრი არის და იცით რა არის, ანუ მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი არის. სწორედ მეცნიერების ბაზისს და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიმართოს. რასაკურველია გაიმართოს წელში. თვითონ ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, რომ უწიგნოთ თვალთა ის არის მოკლია, მაგრამ წიგნითაც არ არის მაინც და მაინც შორიო. ანუ ჩვენ ეს ნაზავი უნდა იყოს წიგნერებისა და პრაქტიკული ნაბიჯების გამოყენებისა, პოლიტიკოსები, რომელიც იმ მეცნიერების დასკვნაზე, სხვათა შორის აი ბევრი მეცნიერი დებს რომ აი მე დავწერ, ეგ არაფერი არ არის. ჭირდება კიდე მეცნიერი პოლიტიკოსები, რომელიც ამას პოლიტიკურ ფორმატში გადაიტანონ. ეს მათი ნაშრომები იქნება წლები. ამას კაციშვილი არ მიხედა. ამას სახელმწიფო დოკუმენტი იქნება მათ დაფორმატება, PDF თუ რაღაც სხვა ფორმატში უნდა გადავიდეს პოლიტიკურ ფორმატში და ეს პოლიტიკური ფორმატი უნდა იყოს ხალხისთვის მისაღები და მუშა. ხო და აი აქ გვიჭირს. ხო, აქედან ეხლა ეს ვინც არიან დასახელებული, სწორედ ჩვენ მაგაზე ვართ ორიენტირებული, რომ ეს მეცნიერები დაამთავრონ, ვისაც სულებს პოლიტიკურ ფორმატში გადავიდნენ. რასაკურველია და ის იდეები, რომელიც მეცნიერებაში აქვს, პრაგმატულ და პრაქტიკულ, თქვათ, ნაბიჯებში აისახოს. აი ჩვენ მივიღეთ იქ რო ამ თებერვალს მეცნიერებათა გელათის მეცნიერებათა აკადემიაში ეროვნულ შენობაში ეროვნული დოქტრინა განვიხილეთ სახელმწიფო, ის სახელმწიფოები დოქტრინა არის მანიშნებელი, ანუ შუქურა, რომელსაც ჩვენ უნდა ვიაროთ, რომელიც არ უნდა შეიცვალოს.
იმიტომ ეს თუ რაღაცა ჩვენც ხედავთ, ხო, ადრე მარიხუანას ლეგალიზაციის იყო, სხვათა შორის ამის გამო მოხდნენ გირჩი პარლამენტში ვიცით, ხო? ეხლა შეიცვალა, ხო? იქ LGBT-ს პროპაგანდაზე მიდიოდა, ტელევიზორში უშვებდა, ეს შეიცვალა. ანუ იცვლება პოლიტიკური გარე რა ქარი დაბერავს. მაგრამ რაღაცა ხო უნდა იყოს ყარი რო არ შეიცვალოს, ხო? ამიტომ ეს დოქტრინა არის მყარი გარანტია სახელმწიფოს განვითარების. იმიტომ რომ ქართული სულისკვეთებიდან ამოდის. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი მუხლი ახლა 20-მდე ისეთი სერიოზული საკითხებია, ჩაშლილია თავის და ეს პარლამენტი, სწორედ თანხმობის პარლამენტი, ეს ადამიანები ამაზე უნდა ვიყოს, რომ თუ არ იღებს და ესენი თქვა ჩხუბით არიან დაკავებული და თქვა ცეცხლი უკიდია და არ ხედავს ხო არ დავაწვევინებთ ამ ქვეყანას ხო ჩვენ დავიწყებთ მუშაობას მიიღებენ ერთობლივად მიიღონ კი ბატონო არ მიიღებენ და მე სხვა მოქმედებებს დავიწყებ აბარალ ჩვენ ვერ გავჩუმდებით ანუ ჩვენ ვერ ვიქნებით პასიურები იმ მართლაც აი საკვანძო სიტუაციაში როდესაც საქართველოს იმყოფება დღეს იმ მდგომარეობაში როდესაც შოლა სჭირდება დამყარდა პოლიტიკური სპექტრი საქართველოში მეგობრებო აღარ შეიძლება ამათი ყურება როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ჩვენ მეცნიერთა კონგრესი სწორედ გიწევთ ყველა კიდევ ერთხელ ძვირფასო მეგობრებო რომ მობრძანით მეცნიერთა კონგრესის ასე თუ საზოგადოებაში ყველა ადამიანს ვისაც მართლა რეალურად უნდა საქმის გაკეთება აქვს საქართველოს სიყვარული და ჩვენ ერთობლივად შევქმნით რაღაც პლატფორმას გარემოს დავსახავთ გეგმებს იმისთვის რომ რაღაც ეს პოლიტიკური რაღაც ისე იგი ის მდგომარეობა რომ როდესაც პოლიტიკა არის კარიერის გაკეთების რაღაც ასპარეზი გადაიქცევა საქართველოს მსახურების ასპარეზად ამიტომ მე მინდა ასევე შევეხო ასე ვთქვათ ჩვენს ერთიანობის პრობლემას აი ჩვენ ხშირად როდესაც არის თითქოსთან სუფრაში ერთიანი. დიახ, რასაც სუფრაში და ასე ვთქვათ დიდი ჭირის გასაჭირის დროსაც ვერთიანდებით ხოლმე რა მოგესწენებათ და დიდი გამარჯვებების დროსაც აი ფეხბურთმა რამდენიმე ისინი იყო ხო ფეხბურთი გავიმარჯვეთ მე სრულად საქართველოს დასაკურველია გულოს ამ უდიდეს გამარჯვებას და დიდი მადლობა ბიჭებს ესეთი ღირსეული წარმოდგენისთვის ჩვენი ქვეყნისა აი და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ასევე თითქოს აი რაღაცა სტაბილური მდგომარეობის ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაცა ჩვენ არა ვართ მტრები ერთმანეთს ჩვენ ვართ თანამოაზრე ჩვენ ვართ ერთი საზღვრიდან გვაქვს ჩვენი დედა სამშობლო აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება ამ ჯანსაღი იდეისა თუ ვინმეს ასე ვთქვათ აქვს იდეა რაღაცა ინიციატივა ჩვენ მივიღებთ ამას ჩვენ განვიხილავთ ჩვენ ყველას მოусმენთ ყველა პოლიტიკურ რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოусმენთ ასევე ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ არავის წინააღმდეგი ეს ორგანიზაცია არ არის ეს არის მაკონსოლიდირებული ყველა ჯანსაღი აზრისა ვისაც უნდა რეალურად საქმის კეთება ასევე მე მინდა შევეხო იმ გარემოებას რომ საქართველოს როდესაც არის თითქოს და აი ამ თქვათ გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩვენ აუცილებლად უნდა მივადევნოთ ბატონო ბესიკ თვალი რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ რა თამაშები მიმდინარეობს და რომ ჩვენ რაღაცა მეტნაკლებად ასე ვთქვათ მტკიცედ და მყარი პოზიციები შევინარჩუნოთ რომ ეს სტაბილურობა მყიფია მოგეხსენებათ შეიძლება დღეს სტაბილურობა სიმშვიდეა რაღაც გარეგნულად არაფერი არ ჩანს მაგრამ შიდა პროცესები ძალიან მძიმე ვთქვათ ვითარებისკენ ვთქვათ ჩანდეს და ეს ნათლი იყოს ესეც მეცნიერება პოლიტიკა გეოპოლიტიკა სოციოლოგია რომელიც წინასწარ იკვლევს იმ პოლიტიკურ ძვრებს და გეგმებს და ესეთი ინსტიტუტები ჩვენ არ სამწუხაროა არც ოპოზიციას აქვს არც მართლ პარტია აქვს ესეთი დასკვნები არც უშიშროებას აქვს იგივე ინფორმაცია კიდაც მენტალური უშიშროების თემა არავინ ინტერესდება რა შემოვა ინფორმაცია რა კულტურა შემოვა ეს ხო ანგრევს ჩვენ ხო ვნახეთ რო შემოვიდა ერთ სისტემაში მეორე სისტემა როგორ დაანგრია ხო კიდაც თუ გახსოვთ ესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების საკითხია აი და არა რეალურად საქართველოს ფონტალურად რო შემოვიდა აი ხო
გახსოვთ როგორი სექსუალურად გამოიყურებდა აი სექსის თემა რო შემოვიდა ეს საკითხები სულ სხვა მენტალობის გასაკურველი ეს იყო რომ რაღაცა ფორმირება მოეხდინა თითქოს არა ტრადიციული დაპირისპირება შესულიყო ქართული რეალურის იდეის ამიტომ ეს თემებზე ეს არის ორგანული იდეების წინააღმდეგ ეს არის პოლიტიკა რეალურად პოლიტიკა ეს არის უნდა უზრუნველყო შენ ქვეყნის ეკონომიური უშიშროება ქვეყნის თავდაცვითი უშიშროება უსაფრთხოება ეკოლოგიური უსაფრთხოება და მენტალური უსაფრთხოება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარია ხო ხედავთ როგორ იცვლება ეს ტრადიციები რა ქარი უბერავს იმის მიხედვით მიდის ხო სამწუხაროდ ხო ეს სამწუხაროდ მაგრამ ენა მამული სარწმუნოება ეს რჩება და რჩება ეს არის მტკიცე რა თქმა უნდა ეს და ესეთი ღირებულებები რომელსაც საქართველოს ოდითგანვე მოждებს ესეთი ტრადიციები ჩვენ ასე ვთქვათ დაკონსერვების მომხრე არა ვართ ყველაფრის რა თქმა უნდა ტექნოლოგიები რა თქმა უნდა ტექნოლოგიები იცვლება და შესაბამისად უნდა შეიცვალოს ჩვენი მიდგომები საქმისადმი მაგრამ ის რაც ფუნდამენტურია რასაც შეეხება რწმენას რაც შეეხება ჩვენს იდენტობას სწორედ იმითი არის საქართველოს მდიდარი რომ ესეთი უნიკალური კულტურა გააჩნია ესეთი უნიკალური ასე ვთქვათ სიმღერა შეუძლია ესეთი უნიკალური ქორეოგრაფიული ასე ვთქვათ ანსამბლები ყავდა და ყავს და ხალხი უნიჭერესიერი უბრალოდ ჭირდება ფრთები რა გასაკურველია აი თითქოს სჭირდება ის რომ რაღაცნაირად მიეცეს საშუალება იმის რომ გამოავლინოს აი სწორედ ეს არის რომ მისი პოტენციალის გამოვლინების საშუალება უნდა მისცეს საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოში შექმნილ მდგომარეობამ რომ ყველა ნიჭის ყველა ტალანტის ყველა შემოქმედებითი უნარის აკუმულირება მოხდეს თუმცა სადაყავთ დამწყდეული ერთ ყავთ ოპოზიციაში დამწყდეული აგეთ მართლ პარტიაში და რა თქმა უნდა დაბუნათებულები არიან რა არის დამწყდება ფორმატის მიცემა მამარდაშვილს აქვს სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო როგორ წვავდნენ ბერძნები ხალხს ანუ დამნაშავს ზეგ ფორმა ქონდა ჩასვავდნენ კალს და ცეცხლს უკიდებდნენ და აქაც იგივეა ნაწილი ხალხი ყავთ ჩატენილი ოპოზიციურ ფორმატში ნაწილი მართველივას და ცეცხლს უკიდებენ ერთმანეთის მიმართ აგიშებენ ძალიან კარგად ზნობენ თავს და ეს უნდა დამთავრდეს მეცნიერების თემა ის არის რომ ჩვენ ერთი არჩევანი უნდა გქონდეს ერთი არჩევანი არის ქვეყანა აი სხვათა შორის ახლა 400 წელი იუბილეა რაც მარტყოფის ბრძოლა მოვიღეთ აპრილში ხდება ხო რა იყო იგი 1625 წელი ხო კი ბატონო 25 წელი ერთი იდეა იყო სხვა იდეა არ იყო რა ან მოვიგებ და გადავჭებით ან არ გადავჭებით აგაც ახლა ერთი იდეა როგორც დიდგორზე ერთი იდეა ამ ხელა ის რომ დავქოკეთ ამ ჩვენ გზაზე ვაკონტროლებთ ან ამას აკონტროლებენ როგორ გაიყოფენ ეს ინგლისი რკინიგზას გაიყოფს თუ ეკონომიკას თუ ჩინეთი აქ თუ ვინმეს გონია თუ ის ბიზნესმენები რამეს დღეს რო აკეთებენ რამეს გააკეთებენ ძალიან ცდებიან ან ის ტურისტული კომპანიები თუ გონია თუ აქ ვინმე მაგათ ფულს აშოვინებს ეგეც ძალიან სისულელია თავის ხალხს შემოიყვანენ და ან ის თუ ვინმეს გონია რომ იქ სოფლის მეურნეობით თავისი ბიზნესები ექნება აქ შემოვლენ იაფიარი და უკვე შემოდიან და ჩვენ და თქვენ რასაც ბრძანეთ შემოსულების რაოდენობა უკვე აღემატება გასულების ეს მოიმატებს გამორიცხვის თემა იქნება შეიძლება მათ პოლიტიკური აქტივობაც მოიდომონ ცოტა თუ ესეთი თქო ტემპით გაგრძელდა მათი შემოდინება და გაზდა და აი უბრალოდ ერთი ბატონობესი გახსენეთ თქვენ ესეთი ჩვენი მართლა სასიკადულო მარტყოფის ბრძოლა აი უბრალოდ მე მინდა პარალელი გავაკეთო ესე იგი 1625 წელს, როდესაც გიორგი სააკაძე, ესე იგი, სპარსეთიდან შემოვიდა საქართველოში, მაშინ მოგეხსენებათ, მას დაპირისპირება ჰქონდა ქართველ ფეოდალებთან, თავადებთან და პრაქტიკულად მათ განდევნეს ეს მართლაც უდიდესი მამულიშვილი და სარდალი დიდი მოურავს ეძახდნენ მოიხსენებას ისტორიაში. დიახ, ბრძოლა არ წაუგია, როგორც დავით აღმაშენებლის ბრძოლა არ წაუგია, ასევე გიორგი სააკაძესაც ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ის მეფე იყო და ეს სარდალი გახლდათ, ხო, გიორგი სააკაძე. მას ჰქონდა, რა თქმა უნდა, დიდი პრეტენზიები და დიდი, ასე ვთქვათ, მტრობა იყო მათ შორის, გიორგი სააკაძესა და მაშინდელ თავადაზნაურობას შორის, მაგრამ მან გადადო ყველა, ასე ვთქვათ, პიროვნული მიზეზით თუ რაღაცა დადგა ყველა, ასე ვთქვათ, ესეთ დაბიო ემოციებზე და დაბიო, თქვათ, ხასიათზე უფრო მაღლა.
კი ბატონო. და საქართველოს დააყენა, საქართველოს ინტერესი დააყენა ყველაზე პირველი და მოგეხსენებათ მარტყოფის ბრძოლაში აი ამ სულნათის არდლის პირდაპირი ასე ვთქვათ და უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა ჩვენი გამარჯვება და მაგრამ იმავე წლის დასასრულს და 1626 წელს, როდესაც მოხდა მარაბდის ბრძოლა. მაშინ სწორედ ვერაჯობა, ასე ვთქვათ, გიორგი სააკაძის მოწინააღმდეგე თავადაზნაურობამ და მეფის ხელისუფლებამ აი ამ მდაბიო გზნობებს და ისევ სწორედ იმიტომ დაუმარცხდა გიორგი სააკაძე იქნა ხელოვნურად გაწეული მოგეხსენებათ სარდლობიდან ჩვენი ისტორიკოსები გადმოგცემენ ძალიან ზუსტად და ხელოვნურად მოხდა აი ამ დიდი ბრძოლის რომელსაც ჩვენ მოვიგებდით ყველა კრიტერიუმი და ყველა ინფორმაცია და ყველა საშუალება იყო იმისთვის რომ მარაბდის ბრძოლაში ჩვენ გაგვიმარჯვა მაგრამ სწორედ აი ამ შიდა თქო დაპირისპირების გამო მარაბდის ბრძოლაში დაუმარცხდა და იქ დაეცდნენ მოგესალმება ჩვენი დიდი მამულიშვილები თქო ცხაძმა ხელხეულიძე ჩოლოყაშვილები და სხვები რომლებიც მართლა საქართველოს ასეთ გენოფონდს წარმოადგენდნენ. დიდი მადლობა, ძალიან კარგად ისაუბრეთ, ასე თქვა, ამ პოზიტიურ ტალღაზე ვამთავრებთ. მთავარი თემა არის, რომ ორივე ძალა იქ დაინახეს, რომ მომავალი თაობას ექნება საფრთხე. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ მომავალ თაობას აქვს აი ამ სისტემაში, ამ დერეფნის გახსნაში, თუ ჩვენ ეს არ მოვახდინეთ ამ ბავშვების დაცვა, თუ არ შევქმნით უსაფრთხოება, მენტალური, ეკონომიკური, კვებითი უსაფრთხოება, ჩვენ პრობლემაში ჩავარდებით და შეიძლება გავქრეთ. ზუსტად იგივე მარტყოფის ბრძოლის მოცემულობაში, ჩვენ გვაქვს სასწრაფოდ შესაქმნელი სერიოზული განათლების პროგრამა ჩასატარებელი, ჯანდაცვის პროგრამა გვაქვს ჩასატარებელი. გვაქვს იმ წამალდამოკიდებული ბიჭების, რომელიც 300,000-მდეა საუბარი ოფიციალურად და ისე კაცმარც კაზინოზე დამოკიდებული ბიჭების სხვა ფორმატში დაბრუნა, ამ პოლიტიკურ პლატფორმებზე გადაყვანა, ან სამეცნიერო და აგრარულ სექტორებში და სპორტში გადაყვანა. ეს პროგრამებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და ამისთვის დღედაღამ უნდა იჯდნენ ახლა მმართველი და ოპოზიციური პარტიები და შესაბამისად ამ თემებზე უნდა საუბრობდნენ და საერთოდ ნახსენები არ არის. კიდე მინდა შევეხო მეორე ოჯახური პრობლემები. ამ ოჯახებს არავინ ეხმარება, ცალკე ამ ბავშვების მომზადებაში ფული უნდა იხატოს. ჯანდაცვის განათლების სისტემა ვერ მოვაწყეთ, რომ ისეთი რომ მაინდა-მაინც მომზადება არ დაჭირდება. ცალკე მერე ამის შენ უნდა დაასაკმო შენი შვილი, ხო? მერე იქ საფრთხეა რომ აგე ნარკოტიკები 1000 თემები, რა ვიცი, საშინელებები ხდება, ანუ დაუცველი ხარ და სხვა არაფერი ფსიქოლოგის სამსახურიც არ არის რომ რო დაგჭირდეს კაც, ხო და აი ვინმეს თავისი გაუნდო შენი პრობლემა. ერთადერთი ეკლესია რომელიც მიხვალ და გაენდობი მოძღვარს და ეს ინსტიტუტი დაგვჭა. ჩვენ და რაღაცა პრობლემები ესაც მიზან მიმართულად ბრძოლა ხდება ეს ინსტიტუტიც უნდა რომ ადამიანები მარტო დატოვონ თავის პრობლემებთან ჩათვალონ ნარკომანებში ამაზე იმაზის ბოდიში სექსზე და მიდრეკილებებზე იმაში გაჭედონ ადამიანები და აი პრობლემა რომ მოხდება თქვა იჩხუბა ხო ის კი არ რომ ამ ფსიქოლოგი დაუნიშნონ ფსიქოლოგიური ჯგუფური იმაში ჩასვან და რაღაც გააქანებე პირდაპირ და ციხეში იჭერენ და ახლა ციხეში დაჭერილი გამკაცდა პედაგოგიური შეუქმნეს ფსიქოლოგიური სამსახური პრობლემა რო აქვს ადამიანებს სერიოზული პრობლემები იყოს თუნდაც დოტაციაზე თავიდან და მერე შემდგომში როდესაც პოპულარიზაცია მოხდება როცა შეუქმნი განათლების სისტემა რო ოჯახების 70% განათლებაზე მიდის ჩხუბი ხო ეკონომიური თავდაცვითი რომ ბავშვების მშიერი არ ყავდეს ყურძნის წვენი რუსეთიდან და ხან გერმანიიდან შემოდის ყურძნის წვენი ხო შეგვიძლია რომ ბავშვებს დავალევინოთ ხო და ჩვენი სოფლის მეურნეობად ქლიავი და 1000 წვენები ატმის წვენი ქიმიას რო ვალევენ და ონკოლოგიური პრობლემებია გაზრდილი ეს ხო შეგვიძლია ერთი აბსოლუტურად გადახვიდე ერთი და აი ბოლოს მინდა შევეხო ასე ვთქვათ, აი სათამაშო ბიზნესის პრობლემას, რომელიც მართლაც აი ძალიან მძიმე დაწვეს მხრებზე ჩვენს მოსახლეობას რა, ანუ როგორც ინტერნეტის მეშვეობით არის 1000-ნაირი პროგრამები, რომლებიც ადამიანები თამაშობენ, კარგავენ სახკარს, არიან უმძიმეს ფსიქოლოგიურ ბევრი თავს იკავს, მეგობრებო. ანუ სახელმწიფომ ის ვერ მოახერხა, რომ
სათამაშო ბიზნესის რაღაცნაირად დარეგულირება ამ ხრივ მაინც რაღაცნა მოახერხოს. რომ ნაბიჯები, კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული ამ მიმართულებით. ამიტომ ჩვენ გავაკეთოთ. ათასობით, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ბატონ ნიკოლოზ, ეხლა მინდა რომ განვაცხოთ ცოტა დრო და 4 წუთი და აი შესაბამისად ამ თანხმობის პარლამენტის სიდანტე განეწყოთ 2 წუთით და მე მევიტყვი და მართლა თანხმობის ეს ჩვენ მიმყოფებული არაფერი არ არის ის საგანგაშო ფაქტია რომ მეცნიერები ყავთ რომელსაც შეუძლია პრობლემები ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარდეთ ესე იგი ჩვენ ვართ რა თქმა უნდა მეცნიერებთა კონგრესის დროში ქართულ არხზე მე უბრალოდ მართლაც მოხარული ვარ და მინდა აღვნიშნო რომ არის ფორმატი ბატონობისიქ როდესაც შეგიძლია მართლაც ჩვენ თავისუფლად აბსოლუტურად ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ყოველგვარი რაღაცა ფსიქოლოგიური მინიშნების გარეშე ისაუბრო ის, რაც მართლა გაწუხებს, მართლა აწუხებს საქართველოს და ყველა ადამიანი, ვინც აქ მოდის, არის აბსოლუტურად თავისუფალი თავის მოსაზრებებში. ჩვენ მეცნიერთა კონგრესი, როგორც მოგახსენებათ, 31 მარტს ჩავატარებთ ილია ჭავჭავის სახლ-მუზეუმში ძალიან დიდ შეკრებას. ჩვენ მიზანი არის აბსოლუტურად ნათელი, არაფერი არავის მიმართ ჩვენ დასამალი არ აქვს, ჩვენ აბსოლუტურად ვართ ღია გახსნილი, ჩვენ კიდევ ერთხელ გიწევთ ჩვენს ორგანიზაციაში რომ მობრძანდეთ და წარმოადგინოთ თქვენი ინიციატივები, თქვენი ხედვები, თქვენი გეგმები, რა შეიძლება ჩვენ გავიზიარებთ ყველა ჯანსაღ-ხედვას, ჩვენ ყველა ჯანსაღ ინიციატივას და მე მინდა მადლობა მოგიხადოთ დღევანდელი დღისთვის რომ ასეთ გვისმენდით და მომავალ შეხვედრამდე მე მთელი გულით უსურებ წარმატებას პირველ რიგში საქართველოს და უსურებ წარმატებას მეცნიერთა კონგრესს. მადლობა ბატონ ნიკოლოზ, მეც მინდა მაყურებლებს მადლობა მოუხსენო. ასე რომ 31 მარტს ჩვენ ვიკრიბებით ამიტომ მიმართავ პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოებას რომ თითო დელეგატი მაინც არ მოგზავნეთ ნახეთ რა არის ჩვენ ორიენტირებული ვართ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაზე შესაბამისად იმ პრობლემების და გლობალურად რეფორმებით რომელიც შესაბამისად ამ დოქტრინის საფუძველზე გამზადებული აქვს მეცნიერებს აი შესაბამისად ეს წინვალი ადამიანები დარგის რომელიც უკვე მოქმედი ადამიანებიან და კონკრეტულ საქმით არიან დაკავებული და იმით კი არა რომ ერთი გააქრონ და მეორე გააქრონ ხო მე ვფიქრობ პოლიტიკური ესეთი ცხოვრების დგება მომენტი როდესაც უნდა დამთავრდეს ეს პოლიტიკური რაღაც ესეთი პრიმიტიული აზროვნება ჩვენ უნდა გადავიდეთ ქვეყნის მშენებლობაზე და დავიწყოთ თანაბარ სტარტით ხო ვინც იყოჩაღებს ხო კი ბატონო ვინც გაუძლებს 10 დღე უკეთესად იმუშავებს ის დარჩება ამიტომ ეს იქნება საწყისი მივესალმებით ყველა ესე ჯანსაღიდიას რა თქმა უნდა ჯანსაღპიროვნებას ყველას ვიწოთ იმ პარლამენტებში ჩვენ ვიწყებთ ახლა არ ველოდებით ეს დოქტრინა შემუშავებული წლები მუშაობენ ის პროგრამებია რაც ჩვენ სხვადასხვა დარგის მიხედვით აგე ხალხია დასახელებული ხა ამის გაჩერება ვერავინ ვერ გააჩერებს ხალხმა დაასახელებს ეს ადამიანები ლეგიტიმურები არიან თვითონ უნდა მისცენ ლეგიტიმაცია რომ თუ იტყვია რომ მზად ვარ არავით არის საფრთხე ჩვენ ცალკე მთავრობას არ ვქნით ჩვენ ვქნით პროგრამებს ესენი დაიწყებს ეს შესაბამისად ხალხი იმ რეალურ რეფორმებზე მუშაობა და თუ ვინმე ნეტავინმე გამოიყენოს რა ნეტავინმე გამოიყენოს და დაამთავრონ ეს სისულელეები რომელიც დიდი ფსიქოლოგიური ენერგია ეს ენერგია ის არ არის ნიახური რომ უცებ მოვიდე ეს არის მარაგი ერის მარაგი რომელიც იქ ბერების ნაღვაწია სასულიერო პირების ბავშვების მთელი ენერგიული რესურსი ესეც კაპიტალია როგორც დრო არის კაპიტალი ხო ეს ფსიქოლოგიური ენერგიაც არის რესურსი კაპიტალი ამის ხარჯვა არ შეიძლება უაზროთ აი ეს უნდა დაიხარჯოს რომ ამუშავდეს გენერატორი და ჩვენ გენერატორს კი არ ამოძრავდით ქვეყანა რომ დაიქოქოს შესაბამისი სტრუქტურები და გაუძლოს ამ ხელა გეოპოლიტიკურ სივრცეში გაჩხერილი ერთი პატარა ქვეყანა უნდა გაუძლოს ამ ხელა დიდი დაწოლას და რატო არ აკეთებენ იმიტომ შიში აქვთ არიცია როგორ შეებრძოლო ჩინეთის ეკონომიკას ჩინეთის ეკონომიკა თავისუფლად ანგრევს ყველაფერს თურქეთის არანაკლები რუსეთის შეხედე რა გიყო ბაზარი ხო გაგვინადგურეს ხორბალი და ვერაფერი ხო ირანი გონია ნაკლებია იქ ევროპა ამერიკა არაბული სამყარო თავის მენტალურ ანუ ჩვენ დიდი გეოპოლიტიკური გაერთიანებების
და ჩვენ აქტორი ვართ, ხო? დიდგორი მოსაგები გვაქვს. დიდგორი არის სწორედ კი ბატონო, დღეს არის დიდგორი. სამხედროებითი რასაკურველია? რომელიც არაბული სამყარო, მუსულმანური სამყარო, ქრისტიანული, მოდი ესე ვთქვათ, ევროპულმა სამყარომ ვერ შეაჩერეს, ხოლო აქ ერთ ბეწო პატარა ქვეყანა პრაქტიკულად ინტერვენცია მიმდინარეობს, ხო დღემდე. ეს არ იყო მარტო ფიზიკური, ეს არის სამხედროებითი დაპირისპირება, კულტურული დაპირისპირება და გაიმარჯვა დავითის ქვეყანამ გაიმარჯვა და სხვათა შორის აი ეს ძეგლისთან ახლა ისე გვაქვს შეტანილი რომ ის ძეგლი უნდა დაბრუნდეს თავის ადგილზე და ჩვენი პრეზიდენტი პრემიერო ჩავიდა და იქ ერთ-ერთი ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი მტერის აი დაუძინებელი მტერი საფლავთა ყვავილები დაადო. ბიჭო ჩამოიყვან დავით აღმაშენებელი და დაადებინეს შენც ეს ყვავილი, ხო? როგორ ეხლა ვერ გავიგე თუ თანაბარია და თუ მომსახურე პოლიტიკური ის ქვეყანა ვართ, მაშინ ეგეც გითხარით და მოიმასვიზავთ, ხო? კაცმა დავით აღმაშენებელი ამხელა იღვაწა და მისი ღვაწლი არსად ისე არ ჩანს და აქ კიდე გამოდენ კრიტიკოსები და აკრიტიკებენ. ქვეყანა შექმნა და იქ მთავარი იყო სახელმწიფო აზროვნება. დედა შვილს გაიმეტებდა თუ ქვეყნის დანგრევა უნდა სახელმწიფოს ინტერესი იყო ყველაზე მთავარი. უნდა გაიმეტო. შუშანიკმა რატო იმას ქნა? იმიტომ რომ დაინგრეოდა ეს. ქეთევან დედოფალმა შვილები დაუკოდეს. და ამაზე წავიდა, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა ის რომ რუსეთში რო იყო შვილები რომ მიყავდათ იქ რომ კომფორტულად იყვნენ და ეხლაც ამერიკაში რომ ეს არ არის გადარჩენა. ამით ვერ გადაარჩენთ ვერავინ სახელმწიფოებრივი ინტერესი და სამშობლო პროექტი არ იყო შვილს ვერ გადაარჩენს ევროპაში და ამერიკულ ინსტიტუტებში და იქ რუსეთში რომ მიყავდათ ადრე ხო ნახევარ სხვათა შორის პოლიტიკოსები ვინც არიან რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობები აქვს და მე რო ჩამოდიან მე ამერიკას რაც უცნაურია ასე რომ მეცნიერებათა კონგრესი რა ვიცი მზად არის შესაბამისი ამოცანების წინაშე დგას პირდაპირ უყურებს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა არის ეს გამოწვევი და რამხელა დიდი შრომა მოუწევს თან ეს ადამიანები არც ფულს აიღებენ და არც რასაკურველია უბრალოდ დაასახილა ხალხმა და თავარი არის ლეგიტიმაცია მისცენ თანხმობის შემთხვევაში ჩვენ მაისში ვაპირებთ შეკლებას ამ პარლამენტის მანამდე როგორ თქვენ ბრძანეთ 31 მარტს გვექნება და აღნიშნავთ რეფერენდუმს გავიხსენებთ კიდე სხვა პოლიტიკურ პარტიების ბატონ ზვიათსაც გავიხსენებთ სხვა პოლიტიკურ პარტიების პოლიტიკურ ლიდერებსაც გავიხსენებთ და უნდა დამთავრდეს რა იმის რომ ის ცუდია ის წითელია ყველა არის ადამიანია ყველა პოლიტიკოსი მათ აქვთ როგორც დადებითი და ისე უარყოფითი ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმ უარყოფითის გამოკრისტალება, განკითხვა, განსჯა რა, რომ ამაში ცუდი იყო. ხო, შემდგომში შეცდომები იყოს გაფორმირებული. სამაგიეროდ რაშიც კარგი იყო, ის ადამიანს არ უნდა დაუკარგო. ქონდა ეხლა ბატონ ზვიათს პრობლემები ხო, რაღაც მართვის სფეროში, კადრების სფეროში, ბატონ შევარდნაძეს ქონდა, ეროვნულ პოლიტიკაში ქონდა. ეს იმას ანიშნავს, რომ კრიმინალური გზით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, მიხელ სააკაშვილი უდიდესი რეფორმატორი იყო, მაგრამ სამაგიეროდ სისტემა თავისი ვერ გააკონტროლა და თავისი ემა გადააყირავს, ხო, ფაქტიურად. დღესაც ხო ხედავთ ხო სისტემა არ კონტროლდება ბატონ ბიძინამ რაც გააკეთა რა ვიცი საკმაოდ ბევრი აქვს გაკეთებული და არ შეიძლება რომ უარყოფითზე იყოს უაწყობილი ხო და უარყოფითი რომ საშინ უნიჭერესია ძალიან მაგარი ხალხი ვართ აი თვითონ ის წამალდამოკიდებული ხალხიც კი მაგარი ხალხი ძალიან მაგარი ნიჭიერებია იმიტომ რომ ქართველები არიან რა თქმა უნდა გენეტიკა არის გენეტიკა ჩვენი ცუდი ისე რომ ჩვენ მოგვაყოლეს სხვა დისკში სხვა მამარდაშვილო სხვა ფორმატში მოგხარშეს და იქ ფორმებში ჩაგვიყენე და ჩვენი ქართული ფორმა არ გვაქვს ეს არის მეცნიერებათა კონგრესის ამოცანა რომ შექმნას ის თავისუფალი ეროვნული თანხმობის პარლამენტი რომელიც ყველა პიროვნებას ეკნება ლეგიტიმაცია ყველა იქნება თავის სიტყვის და იქ ვიღაცა პარტია კი არ დაუკვეთასო ბიჭო შენ ისე გააკეთე და ესე გააკეთე და იქ ფულებს კი არ მოელოდება ის გააკეთებს რასაც ფიქრობს რაც არის უნიშნელო რომ ცეცხლი ჩააქროს ეს უნდა დავამთავროთ ეს უნდა მოხდეს ეს შერიგება ვინმეს უნდა თუ არ უნდა ეს უნდა მოხდეს სხვანაირად ჩვენ ამ ამერიკასთან ევროპასთან გინდათ რუსეთთან და გინდა აზიურ ქვეყნებთან არ გვექნება სწორი ლეგიტიმაციური ურთიერთობა არ გვექნება რა როგორც გინდა თქვით
კარგით, მოკლედ ჩვენ იმედით ავართ, კიდევ ერთხელ მადლობა მაყურებელს, რომ დრო დაგვითმა ბატონ ნიკოლოზო თქვენ და იმ მეცნიერებს, რომლებიც ველოდებით, რომ ჩვენ 31 მარტს შევხვდებით და პარლამენტ მოუწოდეთ პოლიტიკოსებს, რომ მოგზანდეთ, ნახოთ რას ვიძახით, ხო, იქნებ კაი რამეს ვიძახით, ხო? და თუ არა და აგე მაისში, 26 მაისში შევიკრიბება ეს ეროვნული თანხმობის პარლამენტარები, ასე თქვა, დასახელებული, ეს არ არის კიდე რაღაცა შეთქმულება თუ ჩვეულებრივად ღიად ვიძახით, არაფერი არ არის, ვასახელებთ, კომისიები შეიქმნება. კარგით, მოკლედ მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ კრიზისს დავსრულებთ. მადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ.